მაგრამ მტკიცეთ განზომადი პროცესი რომ იქნება ორგანიზებული ხალხმრავალი საპროტესტო მოძრაობა რომ დაიწყო და არც ამ ყველაფერს ძალიან გულახდილად არ დაგივალ ძალიან გულახდილად ვესაუბრე. საუბრე იმ ყველაფერთან დაკავშირებით რომ არჩევნები არის პრაქტიკულად გაუქმებული. ნდობა არჩევნების მიმართ საზოგადოებას დაკარგული. რა ძალიან ცუდია ასოეს ამას სტუდიაში არ მესაუბრას. საზოგადოებაში გამეღვივებია იმედი რომ არჩევნებით შესაძლებელია ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ის არც პროკურატურა არ არის პროკურატურა, არც სასამართლო არ არის სასამართლო, არც მართლმსაჯულება როგორც ასეთი ზოგადად არ არის მართლმსაჯულება, არც საარჩევნო კომისია როგორც ყველაფერი რომ ერთ ადამიანს ექვემდებარება, ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ანუ გვაქვს ოლიგარქიული წესრიგობა თუ გვაქვს დემოკრატიული წესრიგობა, ორივე ერთად უბრალოდ ვერ გექნება. ან ერთი ამიტომ ნომერ ეს იყო ძალიან გულახდილი მეგობრული საუბარი. მეწმუნე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერზე ხედავენ, როგორც არასოდეს, თუნდაც უფრო კაფიოდ ხედავენ, აი განსაკუთრებით ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი მოქმედების შემდეგ. სურათს, ფართო სურათში ხედავენ პროცესს. ვიდრე ბევრს, მათ შორის აი ახლა რომ იყურებს ქართული ოცნების, არ ვიცი იქ ვინ არის. წარმომადგენლები თუ ლიდერები. ამ ყველაფერზე იქნება შესაბამისი რეაქცია და რეაგირება და დაინახავენ. შეუძლებელია ჩემი სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აქვთ უზარმაზარი პოლიტიკური, ფინანსური ინვესტიცია განხორციელებული სახელმწიფოში, საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, იმისათვის რომ დემოკრატიული პროცესები ვითარდებოდეს და არა პირიქით, სადღაცა გადავარდეს, იმედიც კი მორებში, უკეთეს შემთხვევაში, როგორც ალბათ წაიღოს ის განხორციელებული მათი ინვესტიციები, ამას არავინ არ დაუშვებს. ქართველი ხალხის აქ საუბარი არ არის რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან ოპოზიციას რომ დაუჭიროს მხარი, იეთ არა. იმ პროცესს უნდა დაუჭიროს მხარი და დაუჭერენ აუცილებლად დემოკრატიულს, რომელსაც ისინი უჭერენ 30 წელზე მეტია. ამაში მინდა დავაწუნო ყველა. შეთანხმებული არის ცივილიზებული სამყარო და თუკი ვაკლია ის კაფიო განცხადებები ჩვენ დღეს კაფიო განცხადებები გაკეთდება არ შეიძლება იმ ქვეყანაში სადაც სხვა პროგრესი შეიმჩნეოდა წლებისი უცბად გახდეს არათ ოლიგარქიულ რეჟიმი და ამაზე არ ქონდეთ ადეკვატური და შესაბამისი რეაქცია ჩვენ თავად სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ თუ გააცანით კონკრეტულად როგორ ხედავთ მედით ნაბიჯებს მათ შორის სანქციები შეიძლება ყველაფერს პირველ რიგში ხა მინდა კითხვა დავსვით ბავშვებო და თუ შეიძლება ვაცალოთ ბატონიკა თქვენ თუ გააცანით როგორ ხედავთ მედით ნაბიჯებს სტრატეგიული პარტნიორებთან და სანქციებს რეჟიმს ოლიგარქიულს რა თქმა უნდა მიუხედავად იმ თავხედობისას რასაც იჩენს რეჟიმი მათთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმება ვაშინგტონში მათთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმება ევროპის სამხრეთ დედაქალაქებში ჯერჯერობით არ არის უმნიშვნელო სანამ ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია უნებრივია შესაბამისი ქმედებები აუცილებელი არის ამ ყველაფერზე მე პირადად მქონდა მეგობრებთან ერთად საუბარი და ეცნუნეთ ასე გაგრძელდება რეაქციაც აბიჯებიც იქნება შესაბამისი და ახსენე ყველაფერს ხა დეტალებში რომ მოგიღებით შეუძლებელი არის გულხე დაკრეფილი უყურებდეს თავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს და ხედავდეს როგორ ეფლობა ღრმად ოლიგარქიულ ჭაობში. შეუძლებელი არის ხალხო ის სახელმწიფოს ადმინისტრაცია ამ პროცესს გულხადაკრეფილი ვერ შეხედავს, იმიტომ რომ უდიდესი კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომ ქართველი ერი დემოკრატიული ფასეულობების და ღირებულების
გამომითარებელი ყოფილიყო და არა პირიქით ღარიბაშვილის და ივანიშვილის სახურები გავხდარიყო ყველა საჯარო მოხელე და მოსამართლეთა ან კლანის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს. ამას და მე როგორ ვიქრატებ პერსონალურ სანქციებზე რა თქმა უნდა იყო ჩემს მხრიდანაც და მეგობრების მხრიდანაც საუბარი იყო და ვამბობ იმ დოზით რა დოზითაც შემიძლია ხმეთ საუბარი ასე გააგრძელებს და როგორც ჩანს გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა მე ღრმათმა დარწმუნებული ვერაცდება იმ კაცს საჯელს რომელსაც სანქციას უწოდებთ ჩვენ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ძლავრი საპროტესტო მოძრაობა უნდა შენელდეს პირიქით ითქვა გუშინ დღეს ყოველ დღე ძლავრი საპროტესტო მოძრაობა გააგრძელდება სხვადასხვა საპროტესტო აქციებით სხვადასხვა შინაარსის სხვადასხვა ფორმის დღეში რამდენიმე ჯერ მანამ სანამ დიახაც არ დაბრუნდება მიტაცებული სახელმწიფო არ დაბრუნდება მოპარული არჩევნები და მიხეილ სააკაშვილის პირველ ეტაპზე უსაფრთხოება ფიზიკური არ იქნება უზრუნველყოფილი და მათ შორის ელენე ხოშარიას ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი. არ არის სახუმარო ვითარება ამ ორ ადამიანთან მიმართებაში, ამ ორი ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ამაზეც რომ ქონდა მეც და მეგობრებსაც რა თქმა უნდა კონკრეტული საუბარი. დღეს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ვიკრიბებით კვლავ ხშირად ყოველდღე ხვალად ზეგაც მაზეგაც სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობები გაიმართება დაგღლით დაგკანცავთ და გაღიარებინებთ თქვენ მოიპარეთ არჩევნები გაღიარებინებთ თქვენ ხართ კრიმინალები მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების ხარდაჭერით გვერდიგვერდ ჩვენ ამას მივახცეთ და საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების ხარდაჭერით